გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ როკო გეიმერი. როგორც წინა ვიდეოში ვიდით, დღეს მე განახეთ ახალ მოდებს Minecraft 1.1.2-ს და მოდით დავიწყოთ. ასევე თუ მოგეწონათ წინა ვიდეოები, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, რა გინდა რომ გავაკეთოთ და ასე შემდეგ. პირველი ბლოკი არის ძალიან ლამაზი და მას ეწოდება წითელი ნეზრის აგური. ეს სადეკორაციო ბლოკი არის, ძალიან ლამაზია. შემდეგი ბლოკი არის ძვლის ქვა. ეს არის მთებში, ეს ქვა და მასზე ამბობენ, რომ ის არის გიგანტური ზომბის ძვლები. გადავიდეთ შემდეგ ბლოკზე. ეს არის ძალიან ლამაზი ბლოკი, ასევე შეიძლება გამოიყენოთ სადეკორაციოდ და სხვადასხვა მიზნებისათვის. მოდით გადავიდეთ შემდეგ ბლოკზე. ეს არის პუპრის ფილა, რომელიც ძალიან ლამაზია ასევე პუპრის ბოძი. სადეკორაციოდ შეიძლება გამოიყენოთ პუპრის კიბე, ასევე პუპრის ფილა და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, აი ეს არის ქორუსის ყვავილი. როგორც ხედავთ, ცოტა ხნის წინ დაურგე და უკვე რამხელა არის გაზრდილი. ამას აი ესე გააკეთებ და იზრდება უსასრულობამდე. ხოლო შემდეგი არის, როგორც მოგეხსენებათ, Minecraft, როდესაც დახურავთ, Minecraft 1.8-ს როცა დახურავთ, არის აი ეს ბლოკი. ამას ქვია ენდერის კრისტალი, რომელიც ანადგურებს ყველაფერს არა ცოცხალს, მაგრამ ცოცხალს სიცოცხლეს არ აკლებს. მოდით გამოვცადოთ. როგორც ხედავთ, თხეები გაანადგურა. ასევე არის ახალი ცხოველი, თეთრი დათვი, რომელიც გვაძლევს თევზს, როდესაც მას მოკლავთ, გვაძლევს თევზს. ასევე ეს არის ახალი ცხოველი და როგორც ხედავთ, წყალთან შეღებისთანავე ისინი გადაადგილდნენ. ასევე მას ვერ მოკლავთ. შეგიძლიათ მოკლათ, მაგრამ რთულად, მაგრამ აი ასე მისი მოკლა უფრო ადვილია. ასევე ერთ-ერთი ყველაზე შეგიძლიათ სახლის დასაცავად გამოიყენოთ. ეს ბლოკი არის ლავის ბლოკი, რომელიც არის ლავასავად, მხოლოდ არ არის თხევადი და წვავს. როგორც ხედავთ, თეთრი დათვები, როდესაც მასზე გაჩნდნენ, ისინი კვდებიან. მოდით მასზე წყალი დავასხოთ. როგორც ხედავთ, რეაქცია არ არის. ასევე აქ არის დამატებული ნიჩბებიანი ნავი, რომელიც ჩვეულებრივ ნავზე ძალიან სწრაფია. ასევე ამ ნავით შეგიძლიათ
ასევე შეგიძლიათ იაროთ ნაპირზეც და როგორც ხედავთ და ეს ნაპირზეც შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე გზებიც და იაროთ ამ ნავით გზებში. ასევე მას აქვს დამატებული ფრთები, რომელთაც შეგიძლიათ იფრინოთ survival ვერსიაში გადარჩენაში და მოდით გამოვცადოთ. ეს პირველად ვცდილობ ამით გაფრენას და როგორც ხედავთ, გაშალა ფრთები და დაფრინავს. მოდით შევიაროთ, გავფრინდეთ, ვიფრინოთ. ხედავთ, დავიჯექით. ამით რაც შეიძლება მაღალ ადგილზე უნდა ახვიდოთ და იქიდან დაეშვათ, რადგან მისი ფრთების გაშლას დრო სჭირდება. შეგიძლიათ ასევე დაალაგოთ აირში ალბათ. ასევე Minecraft-ს აქვს დამატებული ფარი, როგორც ხედავთ. შეგიძლიათ ეს ფარი შეღებოთ. დროშით. აიღოთ სხვადასხვა ფერები. წითელიც ავიღოთ, მოდით. და გავაკეთოთ. პირველ რიგში დავდგათ დაზგა. დავდგათ დაზგა, შევიდეთ დაზგაში. ავიღოთ დროშა და დროშაზე გავაკეთოთ შესაბამისი მოხატულობა, როგორც თქვენ გინდათ. ნებავთ სულ ნუ გააკეთებთ მოხატულობას, პირდაპირ ჩასვით და სხვა ფერის. როგორც ხედავთ, გამოვიდა. ასევე შეგიძლიათ აიღოთ ასევე სხვადასხვა ფერები, როგორც მწვანეც, როგორც ცისფერიც. მოდით გავაკეთოთ აი ასე. აი ასე. ასევე შეგიძლიათ გავუკეთოთ აი ესეთი დროშა და მოდით ჩავსვათ ფარში. წუთით. აი ასე და მივიღებთ აი ესეთ ფარს და დაიჭერთ. ხედავთ, ძალიან ლამაზია. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ფერებითაც. მოდით ცოტახანი დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში. აი ეს დავბრუნდი. როგორც ხედავთ, გავაკეთე რამდენიმე დროშა დიდი წვალების შემდეგ და ასევე აღმოაჩინე დრაკონის თავიც, რომლის ჩასმაც ასევე შემიძლია. როგორც ხედავთ, ძალიან მაგარია. და ეს დადის თითქოს პირდალის
მოდით კვერცხებით მოვკლათ ცხენი. როგორც ხედავთ არა გვდება. მოდით განახეთ ჩვენ გაკეთებული დროშებს, მოსწორეთ ფარებს. აი ეს ფარები არის სულ. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა გააკეთოთ სხვადასხვანაირი ფარები. ვიღოთ. როგორც ხედავთ, არა მიგია. ასევე შეგიძლიათ ამ დრაკონის თავზე. მოდით გავაკეთებ დრაკონს ობსიდიანით. დავადგავ დრაკონის თავს. პატარა დრაკონს გავაკეთებ. აი ასე. ვეცდები რომ მაქსიმალურად დავამსგავსო დრაკონს. როგორც მოგეხსენებათ, ახალი წერილი მაქვს ეს თამაში, ამიტომ კარგად ვეღარ ვთამაშობ. რაც მეხერხება აშენება რაფრის. გავუკეთებ აი ეს პატარა კუდს. გონით აქვს უფრო გავს. მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად დავამსგავსო. ასე. მოდით გავაკეთოთ ორთავა დრაკონი.